კომპანია Winflear და Joyboy გაერთიანდნენ თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ბრენდის ახალი სტრატეგია, განახლებული საკომუნიკაციო პლატფორმა, სიმბოლო და იდენტობა, მთლიანად გარდაქმნილი ბრენდი მაყურებლის წინაშე სოციალური ექსპერიმენტის ფორმატით დაილინჩა, რაც ბრენდის იდეა შეიძლება ითქვას, რომ რეალურ გარემოში აცოცხლებს და პირდაპირ კომუნიკაციაში შედის ადამიანებთან. თანამშრომლობის და განვითარების დეტალებზე სასაუბრად სტუდიაში ლაშა დიკოტორი, კრეატიული სტუდია Joyboy-ის დამფუძნებელი და ნატა ბუკია, შიშონ პირთა საკითხების მკვლევარი გვერდდება. დილამშვიდობისა, მადლობა თქვენთვის. ჩვენი მაყურებელი იცნობს გარკვეულწილად ამ პროდუქციას და პირველ ეტაპები გავაშუქეთ, თუმცა ახლა მინდა გკითხოთ თანამშრომლობის შესახებ, რა ტიპის გაერთიანება მოხდა და ზოგადად რას ეფუძნება იდეა. დილამშვიდობისა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, სასიამოვნოა აქ ყოფნა. გაერთიანება ძალიან მარტივია, როდესაც ჩვენც გავიგეთ Winflear-ის შესახებ, წინა ახალი წლის პერიოდი იყო ზუსტად. უბრალოდ დაურეკეთ, უთხარით რომ ერთად უნდა ყოფილიყავით, იმიტომ რომ ეს საკითხი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო რაღაც პიროვნული საკითხების ნაწილში, ისე როგორც გვინდოდა რაღაც სოციალურ თემებზეც გვემუშავა ყოველთვის და ეს ჩვენ გულთან ყოველთვის ახლოს იყო. Winflear-ის კომპანია მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, რომელიც კერავდა შიშონ პირობების ადაპტირებულ ინკლუზიური ტანსაცმელი ყველასათვის და რაღაც სტრატეგია და საკომუნიკაციო პლატფორმა ეს შეიძლება რაღაცა ტერმინებია, რომელიც ცოტა გაუგებარია, მაგრამ ერთ სიტყვაში არის, რომ ვცვლით გარემოს იქამდე, სანამ იმას არ ჩავიცვამთ, რასაც გვინდა და სადაც გვინდა რა. ეგ არის ამბავი, რომ ამ ადამიანებსაც უნდათ, რომ რავი, ლამაზ ტანსაცმელში იარონ აქეთ-იქით, სადაც მათ გულს გაუხარდება და ეს არის მთლიანი ამბავი დანარჩენზე ნატა უკეთესად ისაუბრებს ჩემი აზრით. რა არის თანამშრომლობის მთავარი არსი და იდეა მოგესალმებით. ასევე ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და დროის დათმობისთვის. იდეა, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ რაც ახსენა შამ რომ ყველასათვის მისაწვდომი იყოს. თუმცა ჩვენ არ გვინდოდა რომ მხოლოდ რაღაც ამ ტანსაცმელზე ყოფილიყო ჩვენი კამპანია და თავიდან ზოგადად რო შევხვდით ერთმანეთს და დავიწყეთ საკითხზე საუბარი, რომ როგორ გაგვეკეთებინა, ვეცადეთ რომ რაღაც პრობლემები ჩამოგვეწერა, რასაც შიშონ პირები ყოველდღე ვაწყდებით ხოლმე და ძართული იყო რაღაც ერთ კონკრეტულამდე დასვლა, იმიტომ რომ თან გადაჯაჭვულია ეს პრობლემები ერთმანეთთან და ყველას ერთმანეთთან კავშირი აქვს, მაგრამ რაღაცნაირად აღმოვაჩინეთ ერთი, საიდანაც იწყება და ეს არის ფიზიკური გარემო და მერე ყველაფერს უკავშირდება, იმიტომ რომ თუ ვერ გადიხარ გარეთ, ვერც განათლებას მიიღებ, ვერც იმუშავებ, ვერც მეგობრებს ნახავ, ვერც სავარჯიშოდ წახვალ, ვერაფერს ვერ გააკეთებ, რაც არ უნდა ლამაზად გეცვას. ამიტომ რაღაცნაირად ვეცადეთ, რომ ჩვენი პირველი კამპანია ყოფილიყო ამ რაღაც ორი მთავარის დაკავშირება ერთმანეთთან, ხო? რომ ეს ფიზიკური გარემო, რომელიც საწყისია ყველაფრის და მერე მოდის ამ ტანსაცმელი თან ისეთ საკითხია, რომ ამაზეც თქვა უცბად რომ იმდენი პრობლემა გვაქვს ხოლმე რომ არ ვრჩება დრო ისეთი რაღაცეებისთვის რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თუმცა არ არის ხოლმე პრიორიტეტი და ტანსაცმელი შეიძლება ერთ-ერთი სწორედ ასეთი საკითხი იყო შიშონ პირების დღის წესრიგში თუმცა ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალიც იმიტომ რომ დიდ დისკომფორტს გიქმნის მაგალითად არ ვიცი რომ შეხვალ რაღაც ბრენდის მაღაზიაში ძალიან რთულია ესეთი ტანსაცმელი იპოვა რომელიც ითვალისწინებს სხეულის ფორმებს, თქვათ იმ სხვადასხვა საჭიროებებს, ანუ უფრო კონკრეტული რო იყო და გასაგები რო იყოს მაყურებლისთვისაც, მაგალითად სკოლიოზი, ან გარშემოწერილობა სხვადასხვა, მაგალითად შარვალი უფრო სხვანაირი უნდა იყოს, კაბა უფრო სხვანაირი უნდა იყოს. ჩაცმის მიმართულებით კი იგივენაირად, მაგალითად ბევრი შიშონპირი, მაგალითად უფრო კომფორტულად იცნობს დაწოლილ მდგომარეობაში და ამ შემთხვევაში ზოგიერთი ტანსაცმელი შეიძლება უფრო მორგებული იყოს მწოლიარე პოზიციისთვის, ანუ მწოლიარე პოზაში რო ჩაიცვას ადამიანმა. ან მაგალითად არის უფრო, თქვათ, უფრო რო დავავიწროთ, ხშირ შემთხვევაში მოტორიკა ხოლმე დარღვეული ფიზიკური შეზღუდვის დროს და მეტი ენერგია გჭირდება და შესაძლოა უფრო კარგია თუ ისეთი ტანსაცმელი გექნება, რომელიც მარტივად იხსნება, მარტივად იკვრება და თუ თქვათ, მაგალითად ზურგის დაჭერა უჭირს ადამიანს, ამ შემთხვევაში წინ მაისურები ჩვენ, მაისურები ასეთი ფორმით არის შექმნილი, რომ რაღაც თავზე გადაცმა არ გიწევს ესე, რომ დიდი ენერგია დახარჯვა. ანუ ძალიან ისეთ დეტალებზე ვცდილობთ, რომ ვიყოთ კონცენტრირებული, რომ მარტივად ძალიან მოხერხებულად შეძლო ადამიანმა გამოყენება. გადავაგრძელებ ამ თემას, რომ რეალურად ჩვენი ეს კომბო გაერთიანება იმიტომ არის სარგებლიანი, რომ Winflear-ს და ნატას აქვს ექსპერტიზა თემის კუთხით და ტანსაცმლის კუთხით. ჩვენი ექსპერტიზა არის წეღარაი რა სიტყვებით ვაგზავნე სტრატეგია, საკომუნიკაციო დოკუმენტი, კრეატივი. რეალურად რადგან ეს fashion ბრენდი იყო, ჩვენც ძალიან დიდი რაღაცა ასე ვთქვათ, სივრცე დავირახეთ ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ამის გამოცდილება გვაქვს. მეორე ტანსაცმელის ბრენდის კომუნიკაციაც უნდა იყოს ისეთი, რომ მოგინდეს მისი ჩაცმა რა. და ეგ მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო ვთქვათ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მოუნდათ ზოგადად საქართველოში გაჩნდეს შეგრძნება რომ ვინფლიარი მაგარი ხალხისაა ასწორებს სუპერია მეც მინდა ხო და სწორი ხალხია კი და ზუსტად და ეგ რაღაცა ძალიან საინტერესო ვიდეოა რომელიც თუ შესაძლებლობა გვაქვს საუბრის პარალელურად რომ გადიოდეს და თანმაყურებელი ხედავდეს და ხაზ გავს კონსტანტლას შემრაცახსა და მისი გუნდის ჩართულობა იმიტომ იყო მნიშვნელოვანი რომ მსგავსი კამპანიები ზოგადად შეზღუდული შემთხვევით მართულებით არ ყოფილა ანუ შემიძლია თავად თქვა რომ პირველი შემთხვევა როდესაც ესეთი კამპანია იქმნება ამ თემის გარშემო და ეს კრეატიულობა ძალიან აკლდა ზოგადად თემს და ამიტომ ძალიან მიხარია რომ გავერთიანდით და ეს ნაწილი შემოვიდა ჩვენს თემში. რა გამოხმაურება ქონდა რაც ვნახე სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიური იყო მცირე დროის მიუხედავად. როგორია გამოხმაურება და მე გეგმით მე ძალიან ყოფილი ვარ გამოხმაურებით კი იმიტომ რომ ძალიან ან მართლაც რაღაც ჩარშან დავიწყეთ და ეს დიდი პროცესი მოკლედ რომელიც იხილა უკვე საზოგადოებამ და ძალიან ბევრი ყველა დეტალს რაღაც დიდი ყურადღებით ვუთმობდით დროს და ხო ძალიან ბედნიერი ვარ რომ კარგი გამოხმაურება მოყვა და თვითონ თემის ნაწილშიც და არა მხოლოდ თემის ანუ მის მიღმაც საკმაოდ ხო მგონია რომ ძალიან დადებითი კომუნიკაცია მოყვა ამ ყველაფერს შეიძლება იქნება სამომავლო გეგმები ეს იყო პირველი ვიდეო და არის დამატებით რა მიმართულებით გეგმავთ მუშაობას და სამომავლო სტრატეგია და ნაბიჯები მოკლედ როგორი იქნება. კი ბატონო, ანუ რეალურად სტრატეგია არის ის, რაც დასაწყისში ვთქვი, რომ გარემო უნდა შეიცვალოს, რომ ადამიანებს რისი ჩაცმაც უნდა, სადაც უნდა, როგორც უნდა ჩაიცვან. და ამიტომ ნებისმიერ დღეს იქნება ეს რაღაცა ვალენტინობა, როდესაც ყველა მიდის რაღაც დეითებზე ეგრეთ წოდებულს, იქნება 1 აპრილი, როცა ყველა იტყვება და ყველა პანდუსი დეკორაციულია თუ ნებისმიერი, ჩვენ ვეცდებით რომ ხალხს ეს შევახსენოთ და არ იქნება ეს რაღაცა პროდუქტზე ორიენტირებული, აი ჩემი მაიკა არის ბამბის და მაგრა იცმევა, მე მგონი ეს თემში ისედაც გასაგებია რომ ეს საჭიროებები არსებობს, ჩვენი სტრატეგია არის რომ შევაწუხოთ ვიყოთ რაღაც ესე ვთქვათ რებელები და ეს თემა ვატრიალოთ იქამდე სანამ რაღაცა სახის ასე ვთქვათ გადაწყვეტამდე არ მივალთ რა და იმედი გვაქვს რომ რაღაც BMG-ს თუ ზოგადად ბიზნესი ჩაერთვება როგორც ვთქვათ თქვენ დაგვიტვეთ ეთერი და მადლობა რომ მოგცემს ან სივრცეს ან სპონსორობას რომ ამ თემას უფრო დიდი რაღაცა და მეტად მიმღები იქნებიან ზოგადად თემის იმიტომ რომ სადღაც ამ სტრატეგიის მიზანი ისაა რომ გავიზრდებით აუცილებლად აუცილებლად უფრო ცნობილები გავხდებით და აუცილებლად უფრო შევუყვარდებით მე ვიღაცების კარებზეც დავაკაკუნებთ და იმედია მაგამდე გამიხებთ წლების განმავლობაში იგივე ბიზნესის მიმართულებით მიმღებლობა ახსენეთ, რამდენად წინ ვართ თუ ეს არ არის სისტემები და ის ტემპი ნამდვილად ნელი გვაქვს და ძალიან ნელი ნაბიჯებით მივდივართ ცნობიერების ამაღლებისკენ, პრობლემის მოგვარებისკენაც, თუმცა ჩემი და თემის ბევრი წევრის ასე ვთქვათ არ ვიცი მთელი ენერგია ამაზე ჩართული რაღაცნაირად ეს ტემპი ავაჩქაროთ. ნელა მივდივართ, მაგრამ ვცდილობთ რომ ვცდილობთ. სარეკლამო სფეროშიც იგივე ხა ჩვენც ნატამ პირველი კითხვა არის დაგუსა იყო რომ რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი გადაგიღიათ რეკლამაში და ცოტა და ეგეც რაღაცა თვით რეალიზაცია იყო რომ ჩვენ თვითონ მესიჯის ეგ იყო რა ვერ ვხედოთ იმიტომ რომ არ გვახსოვს და არ გახსოვს იმიტომ რომ ვერ ვხედოთ და ჩვენ რაღაცა ეგ პირად პასუხისმგებლობა ჩაკეტილი წრეა ხო რომელიც აუცილებლად უნდა გაირღვეს ჩვენ ავიღეთ ეგ პირად პასუხისმგებლობა რეალურად რა რაღაცა ნატას ეს ფრაზა ძალიან გულში ჩაგვჭა ის კეთილი მიზანი იქნება თუ პიროვნული რაც არ უნდა დაარქვეს ნებისმიერმა ადამიანმა ჩვენ ძალიან გვინდა რომ ეგ რაღაცა შეიცვალოს და გვახსოვდეს და როცა გვიხსოვება დავინახავთ და ეს იქნება სულ რავი თემა და ბიზნეს მოუწოდებ უბრალოდ რომ სულ ეგრე ხდება ხოლმე რომ რაღაცა თემა იზრდება და მე სურთ მათთან ერთად ცხოვრება და დასაწყისშივე შეიძლება იმიტომ რომ ეს ხალხის თქვენი აუდიტორია ეს ხალხის მნიშვნელოვანი ეს ხალხის ხალხია და თქვენ და ხო ერთი ალბათ ყველაზე მთავარი ის არის რომ ძალიან ხშირად იმის დანახვაც უჭირს საზოგადოებას და ბიზნესაც ვიტყოდი რომ ჩვენც იგივენაირად შეგვიძლია პროდუქტიულები და ხო ანუ რაღაც სარგებლის შემომტანი ვიყოთ ჩვენს მომხმარებლებიც იმ პროდუქტების და სერვისების კი რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ იგივენაირად ჩართული ამ რაღაცის შექმნის პროცესში როგორც ვთქვათ არა შეშმო პირები კი და ღირებულებას ანახებს რაც მთავარია ბრენდის და ბიზნესის რა ჩვენთვისაც ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ თემასთან ჩვენი ახლობლობა ასე ვთქვათ გარდა იმისა რომ ეს პიროვნული იქნება თუ ნატასთან დამოკიდებულების თუ ვინფლიარის ბრენდთან ანახებს რისთვის ვიბძვით რა და ბრენდსაც სწორედ ეგ სჭირდება რაღაცა ღირებულება ქონდეს და მისი ინკლუზიურობა რეალურად მის პროდუქტს აჩვენებს რომ ყველასათვის არის და ჩვენ მესიჯი ზუსტად ეგაა ინკლუზიური ტანსაცმელი ყველასთვის ან ჩვენ შიშმპირებისთვის შეიძლება ვართ
რეალურად ყველასათვის ვართ, იმიტომ რომ მათი ეს ასე ვთქვათ, ამ სივრცეში ადაპტირებულობა, ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კი არ არიან, შეზღუდული გარემოს მქონე ხალხი არიან. და გარემო რაც უფრო თავისუფალი იქნება, ეს ყველასთვის სასარგებლოა რა. და მგონი ის მოსაწონი იქნება ჩვენი ტანსაცმელი არაში ჩვენ პირობისთვის. კი, მაგასაც ბიზნესი ახსენეთ, რამდენად გაქვთ ბოლო პერიოდში კომუნიკაცია თუნდაც ამ კამპანიის ფარგლებში მათი პოზიციონირება როგორია და რა შეგიძლიათ რა გზავნილი შეგიძლიათ გააჩნიოთ. მოდი ესე ვთქვათ, ეს ჩვენი სფერო ძალიან ესეთი ჩაკეტილი სფეროა ალბათ როგორც ყველა და დარწმუნებული ვარ რომ ყველა ვნახა. შედეგიც ამბობს ამაზე და პირადშიც მივიღეთ მესიჯები, რამდენიმე კომუნიკაცია გქონდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ესე თავიდანვე იყო, ასე ვთქვათ და არ მივდიოდით, იმიტომ რომ ვიცოდით რომ ეს თემა მნიშვნელოვანი იყო, ვიცოდით ეს თემა რომ არ ვაკეთებთ იმის გამო რომ უბრალოდ რაღაცა ნახვები დაგვეწერა და ამიტომ არავისთან თხოვნით არ მისვლოთ, ვინც მოვლე გულში ჩავიხუტებთ, ვინც არ მოვლე, მაინც ჩავიხუტებთ გულში, ოღონდ სხვადასხვა გზებით. შეიძლება წარმატებები დავალოდებით მათ აქტიურობას და BMG თავის მხრივ მზად არის რომ სხვა დროსაც დაგვირეკეთ, მოგწერეთ და რანამის ხომ რა დაამატებდით ბიზნესის მიმართულებით რა გზავნილი ხო, მე ზოგადად ამ საკითხზე დიდი ხანია ბიზნესთან კომუნიკაციაზე მუდმივად ვსაუბრობ და მუშაობ ხოლმე და ხო, ძალიან მოხარული ვიქნები, რა თქმა უნდა, თუ სხვა კუთხით დაინახავენ და ეცდებიან რომ ჩვენთან კომუნიკაცია დაამატონ. აი რაღაცა ის პრომო კოდი BMG მოგწერეთ Joyboy-ის Instagram-ზე და პირველი ბიზნესი ვინც იქნება, უფასოდ გავუკეთებთ ამ კამპანიას Winfleer-თან ერთად სიამოვნებით. აი დღესვე მზად ვართ ამ წელს. წარმატებები, ჩვენის მხრივ მზად ვართ ვისაუბროთ ბევრი ამ თემაზე და თუ რაიმე ფორმით მედია დახმარება დაგჭირდებათ მზადყოფნას გამოთქვათ. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. ლაშა დიკოტორი, კრეატიული სტუდია Joyboy-ის დამფუძნებელი და ნატა ბუკია, შეშმო პირთა საკითხების მკვლევარი იყვნენ საქმე ინტილის ორშაბათის ბოლო ბლოკის სტუმრები.